აქ ყველა იბნევა ხომ ეხლა ვნახოთ რა ზიზავს. ეხლა მეც დავიბრუნებ. როგორი თანმიმდევრობით გაივლიან გზა ჯვარედინის მძღოლები მოცემულ სიტუაციაში? აბა ვნახოთ ეს. კაი, დათმობის ნიშანი გვაქვს. დათმობის ნიშანი აქვს მოტოციკლს. ხო? კი. დათმობის ნიშანი აქვს იქით ტრამვაისაც და მანქანას. ყვითელსაც. კარგი, ორივე მიმართულებას თანაბარი ნიშნები აქვს. ჩვენ რო გავიარეთ ჩვენი პატივცემული მონაკვეთი, თქვით რომ თანაბარ პირობებშიო უპირატესობით სარგებლობსო ვინაო? ტრამვაიო, არა თქვით? კი. ჩვენ კი არა კანონმა თქვა. ეხლა შენ გაქვს სამი პასუხი. აბა მასწავლე ერთი რომელი იქნება სწორი პასუხი. მოიცადეთ. არიჩქარო, ავარი არ მოგივიდეს. ხათაბალაში არ გავეხვიოთ, ნელა. სამი ვარიანტი გაქვს. წავა ტრამვაი, მერე წავა ავტომობილი და მერე წავა მოტოციკლი. ხო, ავტომობილს რატო უშვებ? იმიტომ რომ მიჩვეული ხარ სოფლის ბირჟაზე, რომ კაი მანქანა როა ის უნდა გავატაროთ, არა? ეგრეა. რატო უშვებ იმ ავტომობილს? იმიტომ რომ კაი ტიპია, თბილისელი სტუმარია რამე. ნავაროჩენი მანქანით არის. არა, ეგ მითხარი რატომ წავა ავტობუსი? რატო წავა? იმიტომ რომ არა მართლა. კარგი, შენ იქ გასწავლე რომ თანაბარ გზებზეო ვინც მარცხნივ უხვევსო. ანუ ვინც უჭრისო, იქ უნდა გეწეროს. ვინც უჭრის ის უთმობს. მერე მაგ პრინციპიდან გამომდინარე, მოტოციკლეთი წავა. ანუ პასუხი რომელია სწორი?